პრეზიდენტმა მილეიმ საგარეო საქმეთა მინისტრ ვერტეინს დაავალა გააუქმოს არგენტინის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში წევრობა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება აზრთა სხვადასხვაობას ჯანდაცვის მენეჯმენტთან დაკავშირებით, განსაკუთრებით COVID პანდემიის დროს. ამ სიტუაციამ გამოიწვია ის, რომ ჩვენ და ალბერტო ფერნანდესის მთავრობა აღარ ვიყავით პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი. ჩვენ არგენტინელები არ მივცემთ უფლებას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ჩაერიოს ჩვენს სუვერენიტეტში, მით უმეტეს ჯანდაცვის სისტემაში. არგენტინის მთავრობამ გადაწყვიტა შეცვალოს გენდერული იდენტობის კანონიც, რომელიც გულისხმობს ჰორმონალური თერაპიისა და სხეულის ცვლილების ოპერაციების აკრძალვას 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. მსგავსი ჩარევა ბავშვების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის და აფერხებს მათი სქესობრივი მომწიფების პროცესს. გარდა ამისა, ხშირ შემთხვევაში ამ მკურნალობისა და ოპერაციების ეფექტი შეუქცევადია. ამ კანონის მხარდამჭერი ქვეყნები, გაერთიანებული სამეფო, შვედეთი, ფინეთი და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც უკვე საუბრობენ ამ ოპერაციების დამღუპელ გრძელვადიან შედეგებზე.